ვაგრძელებთ Excel-ზე მუშაობას. როგორც ხედავთ, უკვე გავხსენით ახალი ფაილი, სადაც შევქმენი სტიპენდიების ცხრილი, ჩამოვწერე სტუდენტების სია, გავაკეთე სათაურის ჰედერი, ასე ვთქვათ, ცხრილის სათაურის ზოლი, სახელი გვარი სტიპენდია პრემია, რომელიც ენიშნება ადმინისტრაციის მიერ, შემდეგ დარიცხული ხარის მათი ჯამი, დაქვითვა გახლავთ 20% საშემოსავლო, ხოლო ხელზე იღებენ დარიცხulis და დაკვითვის სხვაობას. საბოლოო ჯამში დაანგარიშდა ჯამიც და ჯამში მივიღეთ, რომ 764 ლარია სტიპენდიები, 131 ლარია პრემია და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ცხრილის გაკეთება უკვე ვიცით მარტივად და ფორმულების დაანგარიშებაც Auto3-ის დახმარებით მოგეხსენებათ ვიცით, ხო? თუმცა არსებობს კიდევ ესეთი დიაპაზონები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ცოტა უფრო მეტად ვისაუბროთ ახლა. როგორც ხედავთ, ფორმულაში 764-ის შედეგი მიღებულია 3 ჭრილებში ჯამი. ჯამი არის დიაპაზონი, რომელიც განისაზღვრა ჩემს მიერ. ახლა ვნახოთ თუ როგორ ხდება დიაპაზონების განსაზღვრა, გარდა იმ მეთოდისა, რომელიც ჩვენ ვიცით მოვნიშნოთ და დავარქვათ აქ სახელი. ამის გარდა არსებობს შემდეგი მეთოდები. ეს გახლავთ ფორმულას ჩანართში, ვიღებთ defined names, შემდეგ უნდა დავარქვათ მას სათაური, მაგალითად შეგვიძლია დავარქვათ სათაურად პრემია, დავკრიფოთ ინგლისურად, პრემია, მოვხაზოთ დიაპაზონი, აი აქ მოვხაზოთ ეს დიაპაზონი და განვიხილოთ ეს workbook-ზე თუ მთლიანად sheet 1-ში, 2-ში და 3-ში. მთლიანად workbook-ში იყოს, okay, კომენტარი არ გვინდა. Okay, და ნახეთ როგორც ხედავთ, აი აქ უკვე ფორმულაში თუ ჯამის მაგალითად ჩავწერთ პრემიას, ავტომატურად მოხდება აი ეს დაჯამება. თუმცა name manage-ში შევალთ და დავინახავთ, რომ აი გვაქვს ჯამი და პრემია, ესეთი დიაპაზონები. მათი გამოყენება ხდება არა მხოლოდ ფორმულებში, არამედ Ctrl-G, ანუ go to ბრძანების გამოძახებისას, რომელიც ასევე იძახება home menu-ში, შემდეგ გვაქვს ბრძანება find და go to. გამოდის ფანჯარა, სადაც ჩამონათვალია ყველა ის დიაპაზონი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ან უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად თუ დავაწოვით პრემიას, როგორც ხედავთ, მოინიშნება პირდაპირ ეს დიაპაზონი. ეს მოკლედ დიაპაზონების შესახებ. მოდით ვნახოთ დიაპაზონების წაშლაც, როგორ ხდება. ეს არის name manage, შეგვიძლია მივცეთ უბრალოდ ბრძანება delete yes და აქაც მივცეთ ბრძანება delete yes. Close. და როგორც ხედავთ, ფორმულამ უკვე დაკარგა თავისი ფუნქცია. ამისათვის ჩვენ ისევ Auto3 უნდა გამოვიყენოთ სტანდარტული. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, შემდეგი ბრძანება გახლავთ ცხრილების უბრალოდ ძებნა. მოდით ვნახოთ ცხრილში ძებნა. ეს არის home, find და ბრძანება find. იგივენაირი ფუნქციები გახლავთ replace-ის შემთხვევაში. მოდით ჯერ განვიხილოთ find option. მაგალითად ჩავწერე და ვეუბნები, რომ მომიძებნე ის სადაც წერია დავუშვათ 15. აი ეს. ვეუბნები find all და როგორც ხედავთ, იპოვა მაგალითი 1-ის ფაილში, sheet 1-ზე D7 უჯრაში და შედეგი არის 15. თუ მე მივცემ ჩანაწერს მომიძებნე დავუშვათ ასე მაგალითად C5 და მივცემ find all-ს, ფორმულის შედეგად მოიძებნება მხოლოდ აი ესე M5, რომლის values გახლავთ 99. მოკლედ თუ თქვენ აირჩევთ ფორმულას, ან აირჩევთ values, ან აირჩევთ კომენტარს, მოძებნა მოხდება შესაბამის პარამეტრში. ასე მაგალითად, თუ ჩვენ გვექნებოდა შემდეგი სახის ფორმულა. მოდით ვნახოთ. აი ამ ფორმულაში მაგალითად დავწერდით +11. და მე ვეტყოდი ესეთ რაღაცას. მოძებნე find 11, ოღონდ ფორმულაში find all. ნახეთ, მივიღებ რომ მოიძებნა ფორმულაში 11 და თვითონ შედეგშიც 11. თუ მხოლოდ values მივცემ, მაშინ ვნახავ, რომ ფორმულაში არსებული 11 აღარ იძებნება, მხოლოდ 11 სადაც იყო შედეგებში, იქ გამოისახა 11 ან 110.
კომენტარი ცხადია საერთოდ არ გვაქვს და არ გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება მივცეთ რაიმე კონკრეტული შეზღუდვაც, მაგალითად ფორმატირებით. მოდით გადავიდეთ replace-ზე და აქ მოვნახოთ. წაუშალოთ თუნდაც ტექსტი და მოვძებნოთ შემდეგი რამ. მაგალითად ვუთხრათ იქ სადაც ფორმატირებაში ფონი არის ყვითელი, გააკეთოს შემდეგი რამ. გაახადოს ფონი წითელი, ასოები გაახადოს თეთრი, გააკეთოს ასოები ბოლდი და ბორდერები გააკეთოს მუქი. ასე მაგალითად. ოკეი. მოდით ვნახოთ find-ი, იპოვა პირველი უჯრა replace, იპოვა მეორე უჯრა replace. ან მივცეთ replace all და ნახავთ რომ ყველა უჯრა შეიცვლება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ფორმატირება შეცვლის დროს, არამედ სხვადასხვა ფუნქციებიც, რომელიც გახავთ ფორმატირების გარდა, ჩვეულებრივ number formatting-ი, alignment-ი, font-ი და ასე შემდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ფორმატირებები მოახდინოთ ცარიელ უჯრებზე, ანუ დაფორმატირებულ უჯრებზე, ან იმ უჯრებზე, რომლებშიც კონკრეტული შედეგები წერია, ანუ რასაც თქვენ ჩაწერთ კონკრეტულად რისი მოძებნაც გინდათ. ამითი ეს საკითხიც ამოვწურეთ, მოდით გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი საკითხი კი გახლავთ უკვე მონაცემების შევსება. ასე მაგალითად, თუ მინდა მონაცემების შევსება 1, 4 და მოვხაზავ მათ და გავაგრძელებ მაუსით, მივიღებ არითმეტიკულ პროგრესიას, ხომ? თუმცა მაუსის არა მარცხენით, არამედ მარჯვენა ღილაკით თუ ჩამოვწევ, გამოვა მენიუ, სადაც ბრძანება copy cells-ის არჩევის შემთხვევაში დაკოპირდება მონაცემები 1-4-1-4-1-4. File series შემთხვევაში გავრცელდება არითმეტიკული პროგრესიით, fill formatting only შემთხვევაში მხოლოდ ფორმატირება, ანუ მაგალითად თუ გვაქვს ყვითელი ფონი, შესაბამისად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ყვითელი ფონი წამოსული და არაფერი მეტი, ხოლო without formatting-ის შემთხვევაში გვექნება შედეგები წრფივად წამოვა, ხოლო ფორმატირება არ გამოყვება. ასევე არის line trend-ი და growth trend-ი, ანუ წრფივი და გეომეტრიული პროგრესიები. ეს ყველაფერი სერიის ბრძანებიდან შეგიძლიათ გამოიძახოთ და შეასრულოთ. მოდით მაგალითად გავაკეთოთ line-ი წრფივი, მივცეთ step value 5, stop ანუ იყოს თუნდაც 3, stop value მივცეთ 30, okay და ნახავთ როგორც ხედავთ 30-ზე ზემოთ არ წავიდა, იმიტომ რომ მე მქონდა გაჩერებული stop value 30 მითითებული. ესე იგი 28 + 3 31-ია და შესაბამისად იქით აღარ გაგრძელდა, ამიტომ რომ მონიშნად ზედმეტი აღმოჩნდა. რაც შეეხება ანალოგიურ ფუნქციას ოღონდ თარიღებთან დაკავშირებით ხორციელდება შემდეგნაირად. Control წერტილ მძიმით ჯდება თარიღი. იგივენაირად თარიღი ჯდება ტოლია today, ფრჩხილი გავხსენით, ფრჩხილი დავხურეთ. ასევე ტოლია now ფუნქციით, ფრჩხილი დავხურეთ გავხსენით, ჯდება თარიღი, რომელსაც უკვე დროც აქვს მითითებული. ვნახოთ ახლა ჩვენი თარიღის გავრცელება. გავრცელდა თარიღი და მივიღეთ fill days, fill weekdays, ანუ შეავსოს დღეები, შეავსოს კვირის დღეები, ანუ შაბათ-კვირის გარდა fill months და fill year. აი მაგალითად ყოველი თითო წელი მოემატა, თუმცა შევსების დროს შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ series, სადაც ჩვენ ვეტყვით, რომ მაგალითად გაზარდე ყოველწლიურად თითო გაზრდა იყოს დავუშვათ 4 წელი, მაგრამ გაჩერდი 10 5 2020-ზე დავუშვათ. და ვნახოთ, ჩანაწერი ზუსტად იმ ფორმატირებით უნდა ჩაწეროთ, რა ფორმატირებითაც აი აქ წერია ფორმულის ზოლში და არა ეკრანზე როგორც ჩანს შედეგ ცხრილში. ოკეის დავაწვევით და ვნახავთ, რომ დაემატა 4 წელი 14, დაემატა 4 18 და დაემატა 4 და 10 და უკვე 20 და შესაბამისად ეს მონაცემით აღარ შეივსო. fill-ის კიდევ ერთი შესაძლებლობები არსებობს. მაგალითად fill-ი და down შეივსო გვერდიდან. მაგალითად fill-ი და right შეივსო გვერდიდან. fill-ი და up-ი ქვემოდან ოღონდ ცხადი აქ არაფერი არ არის და ცარიელი იქნება და fill left-ი აქეთაც არაფერი არ იყო და შეივსო, ამიტომ ცარიელად. ამითი ამოვწურეთ fill ბრძანებაც, იგივე ყველაფერი rows-ზეც ხორციელდება.
და მინდა კიდევ ერთი რამ გავაკეთოთ. მოდით ვნახოთ ახლა შემდეგი კოპირებები. კოპირება მაგალითად მოვნიშნეთ არსებული შიტი, მივეცი copy, დავდექი იქვე ქვემოთ ან ნებისმიერ სხვა შიტზე და მივეცი ბრძანება paste. ჩაჯდა თავისით, თუმცა შემეძლო მიმეცა paste მხოლოდ ფორმულები, paste მხოლოდ values, ანუ შედეგები, paste ოღონდ ბორდერების გარეშე, ანუ ჩარჩოების გარეშე, transpose, რაც ასევე ძალიან საინტერესო ფუნქცია, როდესაც ამოყირავდება თვითონ ცხრილი. ასევე ძალიან საინტერესო არის შემდეგი ბრძანება, რომელსაც ქვია paste link-ი, ანუ თქვენ როგორც link-ს სვავთ და თუ მონაცემები შეიცვლება, აქაც ავტომატურად აისახება და შეიცვლება. ამის გარდა არსებობს კიდევ ბრძანება paste special, სადაც უფრო დაწვრილებით უთითებს თუ რისი კოპირება გვინდა, ან რა ფუნქციის ჩატარება გვინდა, ან skip blank-ი და transpose. მოდით ვნახოთ ახლა უფრო დეტალურად. ჯერ ჩავსვათ ჩვეულებრივ. ოკეი, აი ესეთი ფორმით. შემდეგ მოვახდინოთ ესეთი რამ. უბრალოდ წავშალოთ მონაცემები პრემიიდან ზოგიერთ უჯრაში. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ცხრილი დაკოპირდება და paste special ბრძანებით ჩაჯდება, ოღონდ მეტყვით რომ დაამატოს და მისცეს OK ბრძანება, ნახავთ ესეთ რაღაცას. დაემატა და ყველა უჯრაში მოხდა დამატება. ფორმულების ადგილას მოხდა +109 +21.8 და ასე შემდეგ. მოკლედ, იქ სადაც ფორმულები იყო, მათ ფორმულებს ასე ვთქვათ, დაემატა მეორე უჯრაში არსებული შედეგები. იმ შემთხვევაში თუ სადმე ჩვენ გვექნებოდა ცარიელი ჩანაწერი, ასე მაგალითად ნოლები და მივცემდით ისევ კოპის და მივცემდით ბრძანებას paste special add OK, უკვე ვნახავთ რომ ფორმულაში ჩაემატა 0-იც, მაგრამ თუ ჩვენ მივცემთ paste specials ოღონდ skip blank-ით, ვნახავთ რომ აქ 0 წინა 0 დამატებულია და შემდეგი ახალი 0 აღარ დაემატა. ანუ აქედან დასკვნა არის ის, რომ ფორმულაში არ ემატება დამატებითი კომპონენტი იქ, სადაც არის 0. ანუ blank. აი ნახეთ, მაგალითად აქ დაემატა ძველი 78 და ახალი 78-იც, აქ კი რადგან skip-ი მივეცი, მხოლოდ ძველი 0. ამითი ეს ბრძანებაც დასრულებულია და ნახოთ შემდეგი ბრძანება Ctrl+C მაგალითად და paste as a hyperlink-ი ჩაჯდება როგორც ლინკი დააწვევით და გადაგიყვანთ იქით, ან paste as a picture, რომელიც როგორც ხედავთ, ცხრილი გადმოდის უკვე სურათის სახით, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ატაროთ, ან კიდევ ერთი paste as a picture on paste picture link-ი. და როგორც ხედავთ, იქნება აქაც ლინკის სახით. ამით ჩვენი მეხუთე თავი დასრულებულია. არა, პრინციპში დაგვრჩა კომენტარები და მოდით გავაკეთოთ კომენტარებიც. აი ასე მაგალითად გვინდა კომენტარის ჩასმა. მაგალითად სტუდენტი 1 არ მიიღებს, სტუდენტი 9 არ მიიღებს პრემიას ამ თვეში. დაუშვათ, დავდექით მას პრემიის უჯრაზე, მივცეთ ბრძანება review, შემდეგ ბრძანება new comment და ვნახავთ სტუდენტი არ მიიღებს პრემიას. ნუ რა ენაზეც გნებავთ, იმ ენაზე აკრებთ. როგორც ხედავთ, წითელი პატარა სიმბოლო აქვს, მაუს მივიტანთ, გამოჩნდება. ისე არ ჩანს. თუ მივცემთ ბრძანებას show all comments, ყველა კომენტარი გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმალება. თუ კონკრეტულ უჯრაზე დავდგებით, შეგვიძლია მივცეთ show hide comment-ი. ასევე გადასვლა და დაბრუნება, ასევე კომენტარის წაშლა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ უჯრას copy, მონიშნოთ სხვა უჯრებიც და მისცეთ ბრძანება paste special. მივთითოთ კომენტარი, OK და მხოლოდ კომენტარები გადაკოპირდება. შედეგები ისევ ის დარჩება, რაც იყო უჯრაში. ასევე არის მეორე ტიპის კომენტარი, რომელსაც validation-ი ქვია და დაწვრილებით შემდგომში განვიხილავთ. ის გახლავთ data ჩანართში, validation-ი, data validation-ი. Input message-ში ვეუბნებით
აქ არის კომენტარი. ეს არის კომენტარი. ოკეი. და ვხედავთ, რომ გვაქვს მაუსის მიტანის დროს კომენტარი. თუ ჩვენ ამ უჯრასაც ანალოგიურად copy-ს გავუკეთებთ და შემდეგ კონკრეტულ უჯრებზე ბრძანება paste special-ით მიუთითებთ, რომ validation-ები დააკოპიროს, ვნახავთ, რომ ყოველი ეს უჯრა გვაძლევს უკვე აი ამ კომენტარს, როგორც კი მაუსს მივიტანთ. ეს სხვადასხვა ტიპის კომენტარებია და ამაზე ცოტა დაწვრილებით შემდგომში ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ეს გასაგებია, გააკეთეთ მსგავსი მაგალითები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ paste special ბრძანებას.